გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისში, ჩემ სახლში, რომელიც სრულიად დასრულდა თავის რემონტით, ასევე თავისივე სრული ავეჯით. ეს არის მე-11 სართული და შევიდეთ ეხლა ვნახოთ ჩემდამ რა სურპრიზი დამახვედრა. საერთო წარმოდგენა არ მქონდა ავეჯის განლაგება, უბრალოდ გადავუხადე ფული და უთხარი მე როგორც დამკვეთი, შენი ძმა ჩათვალე რომ მიცნობ, გიცნობ და დამახვედრე სრული ავეჯი. აგერ შემოვედით აქ. ვაუ. ეს არის მისაღები. თავისი ლამაზი კარადით. აჰა. დაჟე, ასე ვთქვათ, უთოც დამახვედრა. ეს არის სრულიად ჭერამდე დიდი სარკით. შემოვედით აქ. ეს პატარა გასაღების, ასე ვთქვათ, დასადები. აჰა, ბაქსი და ახლა შევიდეთ ჩვენ მასტერ საძინებელში. ვა, დენიკო, პრივეთ. როგორ ხარ, მა? შეიძლება შემოვიდეთ? აბა, ვაუ, რა სილამაზეა, queen size. საწოლე, სრულიად ნანის მიერ არჩეული. ეს განათება, რა თქმა უნდა, მე შევარჩიე, თუმცა ბევრი დამცინო და მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას მოეწონა. ეს ის თავისი, ასე ვთქვათ, გარდერობი, კონდიციონერი. დენიკო, აქეთ რა გვაქვს? გავხედოთ. გვაქვს აივანი, ესეც ჩვენი აივანი, გავიდეთ, აბა, მიდი მამა. აჰა. ეს არის ჩვენი თბილისი, აგერ ვუყურებთ. წაწმინდას, ეშმაკის ბურბალს, ანძას. აქეთ მშენებლობა მიმდინარეობს. აქეთაც ეს ჩემი მეგობარი ალეკო ცხოვრობს ლისზე. და აბა გადავინახოთ, ახლა ვნახოთ შემდგომ რა დაგვახვედრა ნანიმ. თავიდან კი ვიძახდი, მეთქვი ამერიკულად გავაკეთო შტორები მეთქი, მაგრამ შეიძლება ვაღიარო, რომ ეს ფარდები მართლაც ამშვენებს ოთახს. და გადავინახოთ შემდგომ ოთახში. აქვს. აბა, აქ რა ხდება? გამარჯობა, მატიტი, როგორ ხარ? შეიძლება შემოვიდეთ თქვენს ოთახში? ვაუ, რა ლამაზი ფერებით არჩია. თავისი საბნებით, მატრასებით, ბავშვებს ფერები თვითონ შეუხამოთ და ასევე ლამაზი, ასე ვთქვათ, განათებებით ღამით, რომ ბავშვებს არ შეეშინეთ. ნუ თავისთავად ორი, იმიტომ რომ არის ჩხუბულ ამ ორმა ყმაწვილმა. აქ რა გვაქვს? შუქი განათება, ესეც ჩემით არჩეულია, მაგრამ ნანიმ სრული თავისი გემოვნებით არჩია დიზაინი. და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი გამოვიდა 100%-ით. ვაუ, აქ რა გვაქვს, მამი? აბა, ვაუ, პირსახოცები, ეს რა არის? ეს ადიელა, ტანსაცმელი. აჰა, ფერებიც ძალიან ლამაზია. აბა, გადავინაცვლოთ ახლა. კი, ნახეთ, მამი, აქ რა გვაქვს? ნახე, ეს პატარა რაღაც უჯრები. ბავშვებმა რომ ჩაყარონ თავიანთი რაღაც სათამაშოები. უჯრა, მამი. ეგ აღალდია, დადე, ეგ რომ მიაწეპო. დადე, მათე. წამო გადავინაცვლოთ ახლა შემდეგ ოთახში. ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ახალი ლამაზი სახლი. მოგწონს მათე? აბა, კარგი, დენიკო, შედი, შეთან არ მოდივართ. აბა, გადმოვინაცვლეთ აქ ზალაში. ვაუ. ეს სიმწვანე, ეგ რა არის მათე, აბა? ეგ შენი დასაჯდომი? ეს დენიკოსი, ეგ შენი. ეს ლამაზად შერჩეული დივანი. ესე. აბა, მათე გვაჩვენე რა შვება ეს დივანი. დივანი გვაჩვენე, აბა, რა შვება, მამი? დაჯექი, აბა, ისე. დაჯექი და იქიდან. აჰა, ეს სრული კომფორტისთვის
ეს ლამაზად ფეხებს შლის, კარგია, გვეყოფა მათე გვეყოფა. ეს განათება გვაქვს ძალიან ბევრი. წერტილოვანი განათებაც, ცენტრალური განათებაც, დიდი ტელევიზორი. ეს ლამაზად ასე ვთქვათ, ხის მაგიდა და ესეც ცოტა რაღაც დიზაინის ამბავში, თუმცა ცოტა დაღლეცილია, მაგრამ ესეც გამოსწორდება. ეს არის ჩვენი პატარა ლამაზი კუხნა. ესეც ნანის პროფესიონალიზმია, ნანის მიერ შერჩეული ხელოსნები, დიზაინიც, ასე ვთქვათ. და ეს ავეჯი თავი ბოლო ნანიმ გაგვილამაზა, დაგვილაგა და უზრუნველყო ყოველგვარი სილამაზე ჩვენ სახლში და კომფორტი. გადავინაცვლოთ, ახლა ვნახოთ აქ რა გველის. ფარდები თავისთავად. მამა. მამა. აქაც აივანი. ეს რა გვაქვს? ეს გათბობის აპარატურა, გამოდი. პოლის გათბობაც მანდ არის. ნუ თავისთავად არ ვიცი, მაგრამ აქვს თბილისს თავისი რაღაც ხედი. ახალი თანამედროვე ბინებიდან დაწყებული მომტირალე ძველ 90-იანი წლების კორპუსებით ჩამთავრებული. და გამოყვე? წამოაბა გავყვეთ? კიდევ სულ რამდენი აივანი გვაქვს ბიჭებო? მე მგონი 4, ხო თუ არ ვცდები? და 5? აი აქაც არის, ამოგვაჩვენე. დაბლა დაწიე მამა, დაბლა. აი ეგრე გამოწვიე შენსკენ ახლა. ნელა არ მოტეხო, აჩვენე, მოიცა. მამა. აქაც აივანი მეორე. შედი შინთ რა გვაქვს? ეს პატარა სათავსო ოთახი. რა ვიცი, დაჭირდება შემოვიდეთ, დავალაგებთ აქ. აქაც არის აივანი. კარები გამოკეტე. კარგად. აქაც არის აივანი. მე აი ამ აივანზე არასოდეს არ ვიყავი. არ ხარ მაგ აივანზე გასული არასოდეს? გასწავლო. მოიცა ეს ხომი. მოიცა მამა. მოიცა გაუშვ. აქაც გვაქვს ეს. აბა, წავედით, გადავინაცვლოთ ახლა, დენიკო. და კიდე მეორე. დენიკო. და აქაც შეგვიძლია ესე რევკრათ. აბა როგორ? აბა ახლა აბაზანა ვნახოთ მამა. მათე? აბა აი ბაზანა ვნახოთ. დავაკაკუნოთ. ვაუ, შეიძლება? აბა, მოვედით. აქ რა გვაქვს? აგერ დიდი. ასე თქვათ, სარკე. აი იქ მივაწექი მათე, განათება ანთე. ნახოთ რა გვაქვს. დიდი. ვაუ, ესეთი პატარა ელიტის განათება. და აბსოლუტურად ორი და დაფჭირდება ორი გვაქვს. გამორჩე ახლა გავიდეთ. მოიცა. გელოდებენ მამა. და ესეც ესე. და ესე შეგვიძლია ეგ ნახეთ უკვე დენიკო. მე ნანი, მათე გამომართვი. ხო. ეხლა წინ მომიყოდი, გადამიღე მე. მაგით ჩამოვждები. ეს იყო ჩემი ერთის ყველაზე საყვარელი ადგილი. მინდა მადლობა მოგიხადო ესეთ სილამაზისთვის და ესეთი ლამაზი გემრიელი დიზაინისთვის შენ სრულიად თავიდან ბოლომდე დამეხმარეთ და ისიც მინდა აღვნიშნო რომ ყველაფერი რაც შეეხება ავეს განსაკუთრებით იყო სრულიად
შენს მიერ გაკეთებული, დალაგებული, შეხამებული ფერებში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. მე არ ვიცი ამ მადლობას გადაგიხდი მამიკო, ხო? ნანი მამიდა ნახე როგორ გაგვილამაზა, მოგწონს? ხო და ეს არის ნამდვილად არ ვიცი, ვერ აგიხსენებ სიტყვებით, მაგრამ მინდა ვთქვა მარტივად, რომ ყველაფერი არის ერთ-ერთში შეხამებული და ძალიან მინიმალიზმით სავსე, თავისი გემოთი და ფანტაზია არის სრულიად ულამაზესი. ამიტომ შენს გინდა მიაწოდე. ხო და ასე, მამა, აბა მოდი, ნანი მამიდას რა უნდა უთხრათ ახლა? მადლობა. რაზე უხდი მადლობას? რო კარგი რო ქვია ლოგინი რომ მოხდა და კიდე ძალიან მომეწონა არ ვიცოდი ის რომ გაგვიკეთას ესენი მაშინ არ გადავუხადე მადლობა. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ეხლა ხო გადავუხადე მადლობა. მიდი ეხლა დენიკოს ჯერია. გამოვართ მიეც ტელეფონი მათეს დენიკო. მოდი აქ. შენ რა გინდა? აბა 1-2 სიტყვით ნანი მამიდეს რა უნდა უთხრა? ესე ლამაზე რო გაგილამაზა, ესეთი ლამაზე სახლი რო დაგვახვედრო, ჩამოვედი და ეგრევე დავწეგი, დავიძინეთ. მადლობა რომ ესეთი და ყველაფერი რაც შეგვიყიდე ძალიან დიდი მადლობა. აბა 1-2 წამითაც მაჩვენე მატეტი. შევეხედოთ და აქაც 4 სუფრასაც გავშლით, შეგვიძლია სუფრას, ეგეც გვაქვს, ჩაიდანიც გვაქვს და აქაც ყველაფერი თავის ადგილზე არის გაწკრიალებული, გალამაზებული, დამშვენებული. ამიტომ ნანი მე შენ გემოვნებას ნამდვილად ვენდობი თავიდან ბოლომდე და ალბათ შეიძლება ითქვას რომ ვისაც დასჭირდება მე მგონი შენ გაქვს უკვე იმის ძალაც, იმის ხედვაც, რომ ადამიანს სრულიად სილამაზე დაახვედრო და მიანიჭო ის სიმშვიდე და ის სილამაზე, რასაც ფანტაზიორობს თვითონ ადამიანი დამკვეთი. ამიტომ მადლობა და მალე გნახავ.